მოგესალმებით, ეს გახლავთ გადაცემა ახალგაზრდული განზომილებები, მე მისი წამყვანი ლიკა მუგბანიანი ვარ. დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო თემა გვაქვს სასაუბრო დაღებული. მართალია საქართველოში არც ისე პოპულარული არის მოყვარულების, დამწყები, რეჟისორების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები, მაგრამ ჩემს გადაცემაში მათ პოპულარობას ყველანაირად ხეს შევუწყობთ და პირველი იქნება ეს გადაცემა, რომელიც შემოგთავაზებთ ასევე ერთ-ერთი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებას დღეს. მანამდე კი მე მინდა გაგაცნოთ ჩემი სტუმრები, დღეს ჩვენთან სტუმრად ბრძანდებიან მსახიობები, აგრეთვე სტუდენტები, ისინი არიან როგორც მსახიობები, აგრეთვე სტუდენტები, ქალბატონი ეკატერინე ჩანადირი და ბატონი აკაკი გადელია. მე პირველ რიგში მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. სანამ კითხვით გადავალთ ჩემს სტუმრებთან, მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ ფილმს, რომელსაც ქვია ალკოროლი და შემდგომ მოხდება ამ ფილმის განხილვა იმ მსახიობების მიერ, რომლებიც მთავარ როლს თამაშობენ ამ მოკლემეტრაჟიან ფილმში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძვირფასო სტუმრებო, პირველ რიგში უღმესი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან. პირველი შეკითხვა იყოს გაცნობითი ხასიათის, ჩვენ მაყურებლებს წარუდგინეთ თქვენი თავი, ქალბატონო ეკატერინე, თქვენგან დავიწყოთ. რა პროფესიაზე სწავლობთ? სწავლობთ თუ არა სამსახიობოზე და ამ კუთხით ხართ თუ არა დაკავებული პრაქტიკული ქმედებებითაც? დიახ, მე სწავლობილია სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე და დაკავებას რაც შეეხება, ან დაკავებული ვარ მსგავს სიტუაციებში, როდესაც ესეთ ვიდეორგოლებს იღებენ მეძახიან ამ შემთხვევებში, ისე გვაქვს ხოლმე, პატარ-პატარა სამუშაოები. თქვენ პროფესიითაც მსახიობი ბრძანდებით? დიახ, პროფესიით მსახიობი და შიგნით რაღაცა შემსწავლელი, ასე ვთქვათ, ანუ ვითვისებთ ნელ-ნელა ამას. და ესე მივიდივართ ნელ-ნელა წინ. რამდენად რთული იყო თქვენთვის თავიდან საწყის ეტაპზე? როდესაც გამოუცდელი ბრძანდებოდით, პირველი ნაბიჯები თქვენი როგორი იყო? კამერასთან ცოტა რთული იყო მუშაობა. ანუ როდესაც პირდაპირ ადამიანებთან გაქვს შეხება, ვთქვათ, რაღაცას მაგალითად ეწიუძე მუშაობა ან რაღაც მსგავსზე, უფრო მარტივი იყო და კამერასთან ცოტა გამიჭირდა თავიდან. ურთიერთობა, იმიტომ რომ ანუ იქ გახედვა, თქვათ, რაღაცა ისეთი დეტალები არის, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ და შემდეგ ესეც რაღაცნაირად მოხერხდა რა, რეჟისორების დახმარებით და გადამხდების ჯგუფის და გადალახეთ ეს დაბრძანებები და ეხლა მე მგონი მეტნაკლებად გამომდის რომელ კურსზე ბრძანდებით ეხლა ამ ეტაპზე? მე ვარ მეოთხე კურსზე, დამამთავრებელი კურსია ეს ჩემთვის და ვაპირებ რომ გავაგრძელო სამსახიობო კარიერა. თავიდან ბოლომდე ასე ვთქვათ, მსახიობი ბრძანდებით, სულ და ხოცით. დიდი მადლობა. ეხლა შემდეგი შეკითხვით გადავიდეთ ჩვენ მეორე სტუმართან, ბატონ აკაკისთან. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონო აკაკი. თუ შეიძლება მოგვიყევით თქვენ შესახებ, როგორ გაიარეთ ეს გზა და როგორ აღმოჩნდით ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმში? ესე დავიწყებ იმიდან, რომ მეც ილიას უნივერსიტეტში ვსწავლობ. მე მაქვს განხრა ბიზნესის, საბანკო. ეს სამსახიობო უბრალოდ ჩემი ჰობი არის. იყვნენ მეგობრები, რომლებმაც დამიძახეს აქ და ვითამაშე ამ როლებში ასე რომ. ანუ თქვენ პროფესიით მსახიობი არ ბრძანდებით? არა, ჰობი არის ეს ჩემთვის. ძალიან კარგი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი უახლოეს მომავალში? აპირებთ რომ გააგრძელოთ სამსახიობო კარიერა, თუნდაც ჰობის და სამოყვარულო დონეზე თუ შეიძლება ჯერჯერობით დღესდღეობით არ ვიცი. ანუ თუ შემოთავაზება იქნება დიდი სიამოვნებით მიიღოთ მონაწილეობას. აი, ალკოროლში, რომელიც ჩვენ რამდენიმე წუთში უნდა შევთავაზოთ ჩვენ მაყურებელს, როგორ აღმოჩნდით ამ ფილმში, მთავარ როლს ასრულებს, იქნებ მოგვიყვეთ. ესე იგი, თავიდან დავიწყებ მაშინ იმით, რომ ეს დავით ჩაკაბერია გავიცანი უნივერსიტეტში. დიახ. პირველ კურსზე. მოდით მაყურებელს უთხრათ, რომ ბატონი დავით ჩაკაბერია ბრძანდება ამ ფილმის, არა მარტო ამ ფილმის, მაგრამ კონკრეტულად ამ ფილმზე გვაქვს საუბარი და ალკოროლის რეჟისორი ბრძანდება. დიახ. და მოეწონა, ანუ ჩემი აღდგენობა რა ჩემფერებოდა. ანუ მაგ კადრისთვის რაც ვიყავი მე და მაგის გამო წამიყვანა მან. და უარიც ვერ ვთხარი, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი იყო ის და ასე რომ ვთქვათ, გამიმართა ხელი რა. ანუ მეც მინდოდა მონაწილეობა და რამდენად გაგიჭირდა თავიდან, იმიტომ რომ როგორც ახსენეთ, მსახიობით ბრძანდებით, მსახიობი არ ბრძანდებით პროფესიიდან. რამდენად გაგიჭირდა თუნდაც კამერებთან მუშაობა, თუნდაც ის პრაქტიკული და ძალიან ბევრი ნიუანსი, რაც მსახიობისთვის საჭირო არის. და რასაც თუნდაც თეორიული კუთხით ქალბატონი ეკატერინე უნივერსიტეტში სწავლობს. კი, თავიდან ძალიან ძნელი იყო, პირველი იყო სუიციდი, ჩემი პირველი გადაღება და მან უკვე ცოტა ვერ ვიყავი კამერებთან შეხებას, მაგრამ ესეც დავით ჩაკაბერიას რეჟისორობით არის გადაღებული.
და პირველი ვიდეოს შემდეგ, ანუ რგოლის შემდეგ, მოკლამეტრაჟიანი ფილმის შემდეგ მე უკვე მივეჩვია ამას ყველაფერს და დღესდღეობით კიდე რასაც ვიღებთ, რაც ვაკეთებ, უფრო ადვილად და მიადვილდება და უფრო მომწონს ეს პროფესია და საერთოდ ანუ ეტაპობრივად მიეჩვიეთ. კი. ანუ სპექტაკლებში ან კუთხით თუ მიგიღიათ მონაწილეობა, რომ გქონდეთ შემოთავაზება თუ მიიღებდით? არ მიმიღია, მაგრამ შემოთავაზება რო იყოს, დავფიქრდები ჯერ და ალბათ მივიღებ მონაწილეობას. დიდი მადლობა თქვენი პასუხისთვის. მოდით მე მინდა შევეხოთ განათლების ხარისხს საქართველოში. თითქმის ვცდილობ, რომ ყოველ გადაცემაში აღვნიშნავ როგორც განათლების ხარისხი, ასევე უმუშევრობის პრობლემა. ამჯერად ქალბატონო ეკატერინე, თქვენთან მექნება შეკითხვა. მოგეხსენებათ, რომ განათლების ხარისხის მიმართ არსებობს გარკვეული ჯგუფების მიერ პესიმისტური დამოკიდებულება. ისინი ფიქრობენ, რომ უნივერსიტეტი არაძლევს საკმარის ცოდნას, განათლებას. გარკვეული ჯგუფი ფიქრობს, რომ პირიქით ინდივიდი არის დამოკიდებული განათლების დონე თუ რას წამოიღებს ის უნივერსიტეტისგან. თქვენ როგორ მიგაჩიათ, რამდენად კმაყოფილი ხართ ილიას უნივერსიტეტში სწავლოთ, მე როგორც ვიცი, რამდენად კმაყოფილი ხართ სწავლების ხარისხით და რამდენად შეგიწყოთ ხელი აღნიშნულმა სწავლების ხარისხმა თუნდაც თქვენ პრაქტიკულ განვითარებაში. კი, ანუ შეიძლება იქიდან გამომდინარე, რომ მე აქ დავიწყებ თქვათ ჩემი კარიერა და აქედან მე ამ ვიდეოებში ვიღებ მონაწილეობას, კმაყოფილი ვარ იმით, რომ რასაც ვიღებ უნივერსიტეტიდან თვითონ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ინდივიდი არის ეს დამოკიდებული, თქვათ, რას გაძლევს უნივერსიტეტი და რას იღებს შენ თვითონ, ხო? და შემდეგ როგორ იყენებ ამას, რასაც გაძლევს უნივერსიტეტი. ჩემი აზრით მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ის და მე ვცდილობ მაქსიმალურად რომ მივიღო და შემდეგ ეს გამოვიყენო ის, რასაც ვიღებ უნივერსიტეტისგან. მეტნაკლებად კმაყოფილი ვარ, თუმცა მაინც და მაინც არ არის ძალიან გასაგიჟებელი მაღალი. მოდით, ამ შემთხვევაში მე თქვენთან მექნება შემდეგი შეკითხვა არა როგორც მსახიობი, არამედ როგორც სტუდენტი. მეოთხე კურსზე ბრძანდებით, ხო, როგორც მე ვიცი. აი, თქვენი გადასახედიდან ამ ეტაპზე დღესდღეობით საქართველოში თუ არსებობს რაიმე პრობლემა? პრობლემა სტუდენტებს რაც შეეხება პირველ რიგში არის უმუშევრობის პრობლემა სტუდენტებშიც, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვაბარებთ უკვე ვართ სრულწლოვანი ადამიანები, ხომ ჩვენ გვჭირდება თქვათ, გადასახადი, თქვათ ოჯახის წევრები გვიხდიან ამ გადასახადს, მაგრამ გვჭირდება რაღაცა ფინანსები, იმისთვის რომ სტუდენტური ცხოვრება მოვიწყოთ, ასე რომ თქვათ. და ანუ უმუშევრობის პრობლემას მიადგეთ პრობლემა არის პირველი ალბათ სტუდენტებში, ისეთ სტუდენტებში, ვინც ცდილობს რომ რამე გააკეთოს, იმიტომ რომ ძალიან არის მოთხოვნილება, თქვათ, პრაქტიკული გამოცდილება, წლების ჭირდება. აი, სანამ გადავალთ უმუშევრობის პრობლემაზე, მე მინდა შეგეკითხოთ ასეთი რამ. თქვენთვის, როგორც მსახიობისთვის, არა მარტო თქვენთვის, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაში მსახიობის პროფესიაზე ვსაუბრობთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრაქტიკულ გამოცდილებას. თქვენ, როგორც სტუდენტი, როგორც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტს მოგცათ თუ არა უნივერსიტეტმა პრაქტიკული გამოცდილება. იგივე ფილმებში, მოკლამეტრაჟიან ფილმებში, სამოყვავილო დონეზე მაინც თუ იყო რაიმე პრაქტიკა. უნივერსიტეტის მხრიდან არ ყოფილა, ანუ ჩემი პრაქტიკა არის ეს დავით ჩაკაბერიას მიერ გადაღებული ვიდეოები, მეტი პრაქტიკა ფაქტურად არ მქონია არანაირად უნივერსიტეტის მხრიდან. თვითონ უნივერსიტეტში არ ხდება ესეთი, არც ახალგაზრდები არ არიან ამით დაინტერესებული, თქვათ, ვინც სარეჟისოროზე სწავლობს ან სამსახიობოზე, რომ თვითონ მოიფიქრონ და გააკეთონ რაღაცა მსგავსი, ან ვიდეო რგოლები გადაიღონ, ან რაღაცა ეგეთი გააკეთონ, ესეც რაღაცა არ არის და ამიტომ, ჩვენ უნივერსიტეტში ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ აი თქვენ სწავლობთ აბსოლუტურად განსხვავებულ პროფესიაზე, ბიზნესის განხრით სწავლობთ, ხო? ძალიან საინტერესოა, ანუ თქვენი მოსაზრება ამ შემთხვევაში როგორც სტუდენტი, ამ სტატუსით შეგეკითხებით მომდევნო შეკითხვას, თქვენ როგორ ხედავთ განათლების ხარისხს კონკრეტულად თქვენს უნივერსიტეტში და რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი პროფესიის შესწავლის დონით? საკმაოდ კმაყოფილი ვარ, უნდა გითხრათ და დონე თვითონ დონეს სწავლის არის ძალიან მაღალი. ანუ გააჩნია ადამიანს თუ არის მომდომებული, აუცილებლად მიაღწევს იმას, რაც უნდა ადამიანს თვითონ და მე მგონი რა განათლების დონე, ასე რომ ვთქვათ, ძალიან კარგია. აი თქვენ ფაკულტეტზე როგორ არის? თუ ან სტაჟირების პროგრამა თუ იყო, პრაქტიკის კუთხით თუ მიგიღიათ რაიმე გამოცდილება? მქონია შეხვედრები უბრალოდ პრაქტიკასთან, მაგრამ იყვნენ ძალიან ცოტას, ანუ რა არ აქვს მნიშვნელობა კარგად სწავლობ თუ ნაკლებად, მაგრამ აიყვანენ ალბათ უფრო გამორჩეულებს, ასე რომ ვთქვათ. ანუ გარკვეული კუთხით კონკურენცია არის, რა თქმა უნდა, მაგ სფეროშიც.
დიდი მადლობა თქვენი პასუხისთვის. ეხლა მე მინდა ისე თქვენ შეგეკითხოთ ქალბატონო ეკატერინე, ვისაუბროთ როგორც თქვენ პოზიციაზე, როგორც სტუდენტის სტატუსიდან. ეხლა თუ შეიძლება გვესაუბრეთ ისევ თუ შეიძლება მეტი კონკრეტიზაცია რომ შევიტანოთ, რომ აყურებელმა მეტად კარგად აღიქვას ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემა. იქნება მოგვიყვეთ იმ სამსახიობო კარიერაზე, რაც თქვენ დღემდე გაიარეთ და პირველი როლი თუნდაც რომელიმე მოკლემეტრაჟიან ფილმში გითამაშიათ. კი, ანუ ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. თავიდან მინდოდა ჩავაბარებინა, რა თქმა უნდა, თეატრალურ უნივერსიტეტში და შემდეგ რაღაც პრობლემების გამო ვერ მოახერხე აქ ჩავაბარება. ანუ ოჯახური პრობლემების გამო ისევ და ისევ საქართველოში ვართ და ეს არის, რა ვიცი, ძირითადი პრობლემა მსახიობებთან დაკავშირებით. ნუ ჩავაბარე სამსახიობო ხელოვნებას, დავიწყე სწავლა და ან ვიცით როგორ რაღაცა, როდესაც რაღაცის გაკეთება გინდა და ეს შინაგანად გთხოვს, რომ ეს უნდა აკეთო, აუცილებლად გააკეთებ და თავისით ხდება მე, ანუ თავისით მოდის ყველაფერი, გიწყობს ხელს თვითონ გარემოც, რომ იყო ამ სფეროში. ნუ მე მაგალითად ესე დამართ, იმიტომ რომ საერთოდ არ ველოდებოდი თუ ილიას უნივერსიტეტში თეატრი იქნებოდა, ან მსგავსი რაღაც ესეთი არ ვიცოდი. ნუ შემდეგ დავიწყე სწავლა, ძალიან მონდომებული ვიყავი, ასე რომ ვთქვათ. შემდეგ გავიცანი უნივერსიტეტში დავით ჩაკაბერია, რომელიც ეს დავით ჩაკაბერიამ ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება მოხდა მე როგორც ვთქვათ, ძიცახის ნაკეთება ეს ადამიანი, სამწუხაროდ ბევრი მათგანი არ ვიცნობ. მისი მეუღლეც სწავლობს სამსახიობოზე, ჩემ კურსზე იყო და შემდეგ მან მითხრა, რომ ისინი აპირებდნენ, უბრალოდ მანამდეც იღებდნენ მსგავს ვიდეო რგოლებს და უნდათ რომ გადაიღოთ ერთ-ერთი სოციალური რეკლამა ოჯახურ ძალადობაზე და მთხოვა რომ თუ შემეძლო მიმეღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით დავთანხმდი. შემდეგ გადავიღეთ ეს რომელიღაც, ანუ შემდეგ კონკურსში გაიმარჯვა, სამეულში გავიდა ეს ვიდეო რგოლი, მიიღეს პრიზები. ანუ გამოხმაურება ჰქონდა? კი, გამოხმაურება ჰქონდა ამ ვიდეო რგოლს. კი, იმიტომ რომ ანუ შეჯიბრის მომენტი იყო, რაღაცა ესე იღებდნენ რა დაახლოებით. კონკურენცია, სხვებიც იღებდნენ მსგავს ვიდეოებს და შემდეგ გამორჩეულება, ანუ სამი გაიყვანეს. ეს იყო პირველი როლი, ნუ მეორე იყო. აი, ფილმის სახელწოდება რო გითხრათ? ეს არის სოციალური ფილმი, თვითონ ესეც სახელწოდება არ აქვს, ანუ სოციალური სიუჟეტი არის, კი, ოჯახურ ძალადობაზე. არა ძალადობას. არა ძალადობას, ხო, დაახლოებით ესეთი სახელით არის. ესეც მოკლემეტრაჟიანი იყო, როგორც ალკოროლი. კი, ოღონდ ერთი განსხვავება არის ის, რომ ეს სოციალური თავდება დადებითად უფრო, ანუ სხვანაირი დასასრული აქვს, ვიდრე ალკოროლ როლი თავდება გარდაცვალებით, მისი თავარი გმირის და მოდი ეს ჯერ არ ვთქვა ჩვენ მაყურებელს, როცა გავუშვათ ფილმ შემდგომ უკვე მოვყვეთ. ბატონო აკაკი, თუ შეიძლება თქვენ ახსენეთ ახლა სუიციდი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი. თუ შეგიძლიათ უფრო დეტალურად მოგვიყვეთ, ჩვენ დღეს არ გვაქვს სამწუხაროდ იმის საშუალება, რომ ეს ფილმიც გავუშვათ ჩვენს პირდაპირ ეთერში, მაგრამ თუ შეგიძლიათ რომ მოკლე მიმოხილვა გავიკეთოთ ამ ფილმის. კი ბატონო, ესე იგი თავიდან დავიწყებ იმით, რომ ეს თვითონ სუიციდი არის გარკვეული პრობლემების გამო. ანუ შეიძლება კონდეს რამე ცეცხლი აღებული, ან ცხოს დაშორდი, ან შეყვარებულს, ან საერთოდ პრობლემები ერთდროულად რო გაწევს თავზე, იქიდან წამოსული მერე უკვე ხდება სუიციდის მცდელობა, ანუ და ესეც კარგად თავდება, ანუ ეს სუიციდის რეკლამას თვითონ. ანუ ეს გარკვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე არის დამოკიდებული, ხო? და შესაბამისად ამის გადაღება მეტად რთული იქნებოდა ჩემი გადასახედიდან და აი შინაარსობრივად რა გვიხწეროთ, აი როგორი სიტუაცია, რა სიტუაცია არის ამ ფილმში? ეშმაკი მებძვის მე, ანუ თამაშობ მე თავაროლში ხომ მე ვარ და ეს არაბუნებრივ ძალაზეა საუბარი. ხო, რომ თავს მაყვლევინებს ეშმაკი, ანუ უყურებ ჩემ თავს როგორ მაწევინებს ეშმაკი იარაღით ხელს, მადებს საფეთქელზე და მეც ვიკლავ თავს. მაგრამ ბოლოს ისე გამოდის, რომ თავი არ მოვკალი ჩემ პრობლემა და გადავრჩი მეც და ანუ ამ შემთხვევაში დადებითი კი, დადებითად დამთავრდა. დიახ, ეპილოგი მივიღეთ დადებითი, ასე ვთქვა. დიდი მადლობა თქვენი პასუხებისთვის. ეხლა მე მგონი საინტერესო იქნება რომ გავუშვათ ჩვენი ფილმი ალკოროლი ჩვენს ეთერში, შემდგომ უკვე განვიხილოთ და თქვენი მოსაზრებები დააფიქსირეთ თუ რა არის ამ ფილმის ძირითადი დედააზრი. მე ეხლა ვთხოვ ჩვენ ტექნიკურ ჯგუფს რომ ფილმი უჩვენოს ჩვენს მაყურებლებს.
წმენი მკლავს. მე ამ ფილმის შეფასება ჩვენი მაყურებლისთვის მიმინდვია, მაგრამ მე სანამ თქვენ მოსაზრებებს მოვისმენ, თუ რა დედააზრიდებს ამ ფილმში თქვენი გადასახედიდან, როგორც მთავაროში თამაშობთ, თქვენი კუთხით, მე მინდა ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ. მე როდესაც ამ ფილმს პირველად უყურე, ანუ დამჭა დაუკმაყოფილებელი შეგრძნება. მომიტევა კიდე მეყურებია მეორედ, მესამედ, იმიტომ რომ ამ ფილმში დევს დიდი დედააზრი აქვს ძალიან დიდი და თუ არ დააკვირდი რამდენჯერმე, შეიძლება ერთი ნახვით ვერც კი გაიაზრო. იქ იმდენ ნიუანსი აქვს ყურადღება მისაქცევი. ძალიან კარგი არის, მე პირადად მივესალმები, რომ ანალოგიური პროდუქტი იქნება საქართველოში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნაკლებობა დღესდღეობით საქართველოში ნამდვილად დეფიციტი არის და თუ იქნება ისიც სამწუხაროდ უხარისხო არის დამეთანხმებით. ეხლა კი მინდა თქვენ კითხოთ ბატონო აკაკი, თუ შეგიძლიათ მოგვიყევით ამ ფილმის გადაღების პროცესი როგორ მიმდინარეობდა და შემდგომ უკვე მოგვიყევით თუ რა არის ამ ფილმის ძირითადი დედააზრი. კი ბატონო, ეს გადაღება მიმდინარეობდა ბარში, მაკულატურა ბარი, დიდი მადლობა მაგ ბარს თვითონ, რომ ეს გავგიწია. რაღაც შეღავათი მოგცა და მივედით მათ. გადაღება მიმდინარეობდა დაახლოებით 5-6 საათი, მისვლისთანავე, იქ რაღაც ცოტა იყო კიდე რაღაც არეული, რაღაც დასალაგებელი იყო რაღაცები მივალაგეთ და ანუ 6 საათი მაინც სხვა გზაც არ ქონდა რა. უნდა ჩავტეულიყავით მაგ დროში. ანუ ბარმა ეგრე გადაწყვიტა თვითონ რა, ჩვენც მაგ ვეჩქარა. გადაღება თვითონ იყო მაინც მეტნაკლებად რთული, იმიტომ რომ არ ქონდა კარგი განათება, არ ქონდა კარგი აპარატი, თვითონ რითიც უნდა გადაგვეყო და მაინც რთული იყო. ეს მე როგორც ვიცი, ტექნიკური კუთხით დახმარებას არავინ არ გიწევთ, უშუალოდ თქვენი რესურსიდან გამომდინარე ქმნით ამ ყველაფერს. ეს განათებაც დავეხმარე, გავაკეთეთ იქვე და რავი. ანუ ამ მსახიობობასთან ერთად გამგონებლებით ხართ, რომ ადგილზე ვიაკეთებთ ხოლმე ეგეთ რაღაცებს. ქალბატონო ეკატერინე, თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ. თქვენ ძალადობის ხვეპლი ხართ ამ ფილმში ფაქტიურად. თითქმის ყველა ფილმში. თუ მაყურებელმა ვერ იცნო, მოდით მაყურებელს უთხრათ, რომ ქალბატონო ეკატერინე ბრძანდება ამ ბატონი აკაკის მეუღლე ფილმში და ეს არის ძალადობის ხვეპლი აშკარად. ნუ ფაქტის აღეზია რომ მიდღია. ანუ გადაღება იყო, ან სიმართლე რომ გითხრათ არ გამიჭირდა, ცოტა როდესაც ვიღებდით აკაკი ზედმეტი მოვიდა ჩემი კისერში ხელი საჭერა. ეს იყო ცოტა ისეთი. ანუ მალე მორჩით სხვათა შორის გადაღებას. ანუ ნამდვილი ძალადობა და თუ ისე თქვა რაღაცა ბუნებრივი რომ გამოსულიყო, ცოტა ძალიან ისე მოგვივიდა. ზედმეტად. და იმის თქმა მინდა რომ თვითონ გადაღების პერიოდში, ანუ რაღაც მალე ვიღებთ ხოლმე თითქოს, იმიტომ რომ თვითონ რეჟისორი დათო თამრიკო ყველანი გვეუბნებიან ზუსტად რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ და ვცდილობთ რომ გავაკეთოთ. ბევრი არაპროფესიონალი მსახიობი იყო კიდევ ვიდეოში, რომელსაც ასევე ეუბნებიან ზუსტად როგორ უნდა მოიქცნენ, იმ თვისებებს რაღაცებს ვცდილობენ რომ ასწავლონ მათ და გააკეთონ და რაღაც გამოგვდის რომ სწრაფად გადავიღოთ და დროში ჩავედიოთ ასე თქვა. ანუ თქვენთვის პრინციპში პირველი ფილმი არც იყო ეს და შესაბამისად გარკვეული გამოცდილება ჰქონდათ, რა თქმა უნდა. რატომ ალკოჰოლი, რატომ ქვია ამ ფილმს ესეთი სახელწოდება? იმიტომ რომ დღესდღეობით საქართველოში უკვე ეს პრობლემა არის ძალიან დიდი, ანუ ოჯახებიდან გამომდინარე, არის ბევრი ოჯახი რომ ინგრევა ალკოჰოლის გამო, თუნდაც და ახალგაზრდებიც უკვე მიზარდებულები არიან ამ სასმელს უკვე რა. უკვე აღარ აქცევენ ყურადღებას რამდენს ცოტას დალევენ, ბერს დალევენ, უკვე ნამეტანი მოზით და ეს არ არის კარგი რა. ანუ ეს ფილმი შეიქმნა უშუალოდ ქართული ოჯახის პრობლემიდან გამომდინარე თუ ზოგადად ოჯახის პრობლემაზეა საუბარი? ორივე კუთხით შეგვიძლია ვისაუბროთ. აი თქვენი გადმოსახედიდან ფილმის კონტექსტში რა განვიხილოთ? როგორ ფიქრობთ დღესდღეობით ქართულ ოჯახი რა პრობლემების წინაშე დგას? უმუშევრობა, იმიტომ რომ ანუ სოციალურად ვერ არიან უზრუნველყოფილი შესაძლოა. არ მუშაობ, მე სვამ და მე იქნება უკვე ძალადობა ოჯახის მხრიდან, ბავშვიც ფსიქურად შეიშლება და არ იქნება ოჯახისთვის კარგი ის, რა
თქმა უნდა. დიახ, თქვენი პასუხი მაინტერესებს, ასევე ამ შეკითხვაზე ქალბატონო ეკატერინე, როგორ ფიქრობთ, რა არის დღევანდელი ქართული ოჯახის პრობლემა? დიახ, საქართველოს გადმოსახედიდან პირველ რიგში, ანუ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ არის უმუშევრობა საქართველოში, არიან ოჯახები, ანუ იქნება, თქვათ, ახალგაზრდები იქნიან ოჯახებს, რომელსაც შემდეგ არ აქვთ მათ შემოსავალი, არ აქვთ სამსახური, თვითონ პერსპექტივა არ არის, რომ რამე დაიწყონ. ზოგიერთი შემთხვევები არის, როდესაც თვითონ ანუ ადამიანები არ აკეთებენ არაფერს, რომ თქვათ რაღაცა რამეს მიაღწიონ, მაგრამ მაინც ნაკლებია პერსპექტივა, რამდენადაც გინდა ამბიცია გქონდეს დიდი, ჩვენს ქვეყანაში ესეა. და აქედან იწყება მე ის, რომ ვერ მუშაობ, ვერ აძლევ შენს შვილს, მეუღლეს, ოჯახს, ვერ აძლევ იმას, რაც უნდა მისცე და ანუ რაღაც გიბნელდება თითქოს ქონებაში. მე იწყებ დალევას, მოწევას, ეს ჯანმრთელობას ავნებს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, და მე ოჯახსაც. და ინგრევა მე ეს ყველაფერი, ანუ კარგად ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცას ამით. გვინდოდა რომ ამ ვიდეორგოლით ანუ უარ გვეყო მსგავსი სიტუაციები, დაგვეგმო ძალადობა ოჯახში და ალკოჰოლის მიღება ახალგაზრდების მიერ. გმადლობთ. მე სანამ მომდევნო შეკითხვაზე გადავალ, მინდა ჩემი აზრიც გაგიზიაროთ. მოგეხსენებათ, თავისუფალი დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს ხოლმე ახალგაზრდული განზომილებების ფორმატი არის თავისუფალი დისკუსია. ამ ეტაპზე ხა ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, გამოიკოდა ორი ძირითადი პრობლემა. ერთი იყო ძალადობა და მეორე იყო რა? ის პრობლემა, რაცაც გვია უმუშევრობა და რაც იწვევს შემდგომ ძალადობას. მე მიმაჩნია, რომ ამ პრობლემის დარეგულირება არ მოხერხდება მხოლოდ ერთი სტრუქტურის მიერ და ერთი პიროვნების მიერ. ამ შემთხვევაში მთელი საზოგადოების აზრი უნდა იყოს კონსოლიდირებული. საზოგადოების გაერთიანებით და ერთიანი მუშაობით უნდა მოხდეს სწორედ ამ პრობლემის დარეგულირება და ერთმანეთის გვერდით დგომით უნდა შევწოთ სწორედ იმ თუნდაც ფსიქოლოგიური პრობლემების აღმოფხვრა, რაც შეიძლება ნებისმიერ ოჯახში წავაწყდეთ ზედმეტ ნაკლები, რა თქმა უნდა, გამწვევების ფორმებით. შემდეგი შეკითხვა, გამომდინარე ჩვენი საუბრიდან, მე გამიჩნდა ასეთი შეკითხვა თავისთავად, ბატონო აკაკი, თქვენ ახსენეთ, რომ მუშევრობა განსაზღვრავს ძალადობას. ესეთი იყო დაახლოებით თქვენი საუბრის შინაარსი. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, აი თქვენ როგორც საქართველოს მოქალაქეს, რა გზა გესახებათ ამ პრობლემის გადასაჭრელად? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ იყოს სამუშაო ადგილები, მე თვითონ ადამიანებიც უნდა იყვნენ მონდომებულები, რომ ისეთ სამუშაო დაიწყონ და მიმუშაონ. აი თქვენ მაგალითად ბრძანდებით ბიზნესის განხრით სწავლობთ. აი ფსიქოლოგიურად როგორ ხართ მოტივირებული, რომ დაამთავრეთ უნივერსიტეტს თქვენი მოსაზრებით სწრაფად დაიწყებთ მუშაობას თუ როგორი სიტუაცია არის თქვენი გადასახედიდან? გვიტყვი კიდე ეგეთ რაღაცას, რომ ანუ თუ არავინ არ ყავს საერთოდ ამ სფეროში, ან თუნდაც საბანკოში, ან თუნდაც ბიზნესის კონკურენტუნარიანი არის, უნდა აღვნიშნოთ ნამდვილად. და ვერ დაიწყებს სამუშაოს ის, აი შენი გამოსვლებით მარტო რაც არ უნდა კარგად სწავლობდე ისა. ანუ ხან ნეპოტიზმის პრობლემას მივადექით კიდევ, რომ ეს კიდე ახალი პრობლემა წამოიჭრა ფაქტიურად. ნუ ეხლა შეიძლება ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენ ამ პრობლემებზე და ვინმე მიფიქრობს, რომ რა მხოლოდ ნეგატიურ ფერებში ხედავენ ეს ახალგაზრდები ქვეყნის ცხოვრების დინებას, მაგრამ ესე არ არის, ჩვენ სწორედ ნეგატიურ ფერებში რომ არ ხედავთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, სწორედ ამიტომ გვინდა რომ ჩვენ თვითონ დავინახოთ ის ძირითადი პრობლემები, რაც დღესდღეობით საზოგადოებაში მეტად წავით დგას და თითოეული ჩვენგანზე აისახება სოციალური, მორალური თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ქალბატონო ეკატერინე, მე მინდა თქვენ დაგისვათ შემდეგი შეკითხვა. აი პირველად როდის გაგიჩვენეთ სულ რომ მსახიობი გამხდარიყავით? პირველად ძალიან პატარა ასაკიდან მომყვება ის, რომ მინდა ვიყო მსახიობი, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის უყურებდი ხოლმე ბევრ ფილმებს, ყოველთვის მომწონდა რაღაც ეს ვიდეო კამერებთან რაღაც ისე დამოკიდებულება მქონდა და თვითონ ანუ პირველად სცენის სურვილი მქონდა რაღაცა, რომ რაღაცა სცენის მტვერი და რაღაცა ესეთი ძალიან ისეთი დამოკიდებულება მქონდა. და სიმართლე რომ გითხრათ, ანუ იმედი არ მქონდა, რომ მსგავსი გზით წავიდოდი, იმიტომ რომ წინააღმდეგობა მქონდა ძალიან დიდი ოჯახის წევრების მხრიდან, რომ ეს არ უნდათ და რაღაცა, იმიტომ რომ არ არის პერსპექტიული, თქვათ, არ არის შემოსავლიანი და რაღაც ესეთი, მაგრამ
როდესაც სიამოვნებს რაღაცის გაკეთება ძალიან მარტივად მიიღწევა ჩემი აზრით გზა გასავლელი. აი თქვენ ახსენეთ რომ საზოგადოებაში არ არის პოპულარული. აი რას გულისხმობთ ამაში? ანუ თქვენი აზრით მოკლემეტრაჟიანი ფილმები დღესდღეობით ქართული საზოგადოებისთვის არ არის მოთხოვნადი? მოთხოვნადი არ არის, ანუ დაინტერესება არ არის თვითონ ადამიანების მხრიდან. ანუ მე მაგალითად არ ვიცი კიდევ სხვა ვინმე რომ იღებდეს მსგავს ფილმებს მოკლემეტრაჟიანს. თვითონ ანუ ყველაფერს ქართველები ჩვენ სხვა ერთს ვუყურებთ, მაგალითად ამერიკელები როგორ გააკეთებენ რაღაცას. არასდროს არ ვეძებთ ჩვენსას. აი ჩვენი რას აკეთებს და ყოველთვის ვუყურებთ რაღაცა უარყოფითი განწყობით და სულ რაღაც ნეგატიურად და ვცდილობთ რომ დავიჭიროთ რაღაცა ისეთი რა ცუდი რა არის ეს რანაირი გადაღებულია და რაღაც ისეთი. ანუ კარგს არ ვეძებთ რომ ჩვენ რითი ვიღებთ ამ ყველაფერს, ხო? საიდან მოდის ეს იდეები? ჩვენ ხო ამ პრობლემებს ხედავთ და იმიტომ ვაკეთებთ რომ მოგვარდეს მე ეს პრობლემები. ანუ ან რითი ვიღებთ თვითონ აპარატურა ჩვენ მსახიობები რამდენ დროს ვკარგავთ ამაში გვაქვს თუ არა ანაზღაურება რას ვიღებთ სანაცვლოდ როდესაც ვიღებთ მსგავს ანუ დრო ხომ მიდის ამაში და დაინტერესება არ არის როგორც ჩვეულებრივი რიგითი ადამიანების მხრიდან ისე თქვათ ვინმე ცოტა სერიოზული კომპანიები ან მსგავსი რაღაც რომ ნამდვილად გეთანხმებით და თქვენ ახსენეთ ასევე კრიტიკა. ანუ კრიტიკა რა თქმა უნდა ჯანსაღი კრიტიკა ჩემი მოსაზრებით მისაღები არის მე ხა დიდად კომპეტენტური არ ვარ თქვენ სფეროში იმიტომ პროფესიით მე არ გახლავართ მსახიობი ჩემი მოღვაწეობიდან გამომდინარე და მე მინდა გითხრათ უბრალოდ ჩემი როგორც მოქალაქის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით პირადად ჩემთვისაც კი მიუხედავად იმისა რომ მე არ მაქვს მსახიობობასთან არც პროფესიული კუთხით არც პრაქტიკული კუთხით შეხება ძალიან გამაღიზიანებელი არის როდესაც ქართული პროდუქტი იქნება ეს იქნება თუნდაც მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახით თუ ნებისმიერი სხვა ვიდეორგოლის სახით და როდესაც მას თუ ისეთი დაბალი დონის აპარატურით ახლა როგორც თქვენ თქვით რომ აი ადგილზევე შევაკეთეთ ხო ფაქტობრივად ასეთი შაბეჭდება და რომ აი განათება ადგილზევე შევაკეთეთ აი ასეთი მონდომებით რომ ქმნიან ადამიანები ისეთ პროდუქტს რაც ჩვენ თუნდაც დღეს ჩვენ ეთერში ვიხილეთ ჩემი აზრით ასეთ ახალგაზრდებს პირიქით კრიტიკის ხარცერცხში კი არ უნდა გავატაროთ მეტი თანადგომა აქ მარტო ფინანსურზე არ არის საუბარი თუნდაც ფსიქოლოგიური მომენტით მეგობრული დამოკიდებულები და ჩვენი კომუნიკაციით მეტი მხარდაჭერა ჭირდება და არა დაუშვათ პირდაპირ ხარცერცხში გატარება მათი აღნიშნული კუთხით. გასაგებია თქვენი მოსაზრება. აი ბატონო აკაკი თქვენი თქვენი მოსაზრებაც მაინტერესებს. როდის გაგიჩნდათ პირველად სურვილი რომ მსახიობი გამხდარიყავით? კი ბატონო, მაგასაც გეტყვით. ანუ პირველად იმიტომ რომ თქვენი პროფესია ხომ არ არის მსახიობოზე არ სწავლობ და საინტერესო არის ამიტომ ამ კუთხით. ანუ პირველად რომ მივედი უნივერსიტეტში, ლექცია იყო ეკონომიკა და მან გავიცანი დავით ჩაკაბერი რეჟისორი, ვინც არის ახლა და ვინც იღებს საერთოდ ვიდეოებს ჩვენთან ერთად და ეკატერინასთან ერთად. და რომ შევედი პირველად ლექციაზე, არ ვიცი, ჩემთან რატომ მოვიდა, რითი დაინტერესდა, რა უნდოდა და გამომიყვანა გარეთ, დამელაპარაკე ეს მე უკვე ვიდეოებს ვიღებ, დიდი ხანია რაღაც ჭირდებოდა ზუსტად შენაერი კადრი, ანუ ვიდეოსთვის და მომიყვა ყველაფერი, მანახა თავის პირველი ვიდეოც მომეწონა და მეც გამიხარდა. კარგი იქნება მეთქი დაგეხმარები ყველაფერში და ჩემსაც კარგი იქნება მეთქი ესე უთხარი და მაგის მერე უკვე პირველი ვიდეოს მერე უკვე მეც თავში ამივარ და ასე ვთქვათ რომ კიდე გადავიღოთ თუ გინდა არ არის პრობლემა და ეგეც მეთანხმებოდა რა თქმა უნდა და უფრო მიბიძგებდა იმისკენ რომ წამოსულიყავი და მეთამაშა სხვადასხვა ფილმებში შესაძლოა. კი ბატონო, მადლობთ თქვენი პასუხზე. მე კი ასევე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. აუცილებლად შევეკითხებით სამი ოქრო არსებობს ესეთი ფილმი. ბატონი დავითი ბრძანდება, მისი რეჟისორიც. მე მაინტერესებს თქვენი, ან ეხლა ცული ამ ფილმზე ვისაუბრობთ, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ არ გაგუშვია ეს ჩვენ ეთერში შედარებით ნახევარი საათი გრძელდება და არ არის დაუშვათ ამის საშუალება, მაგრამ მე მგონი რომ მომავალში გავუშვებთ ამ ფილმსაც ჩვენ ეთერში. მაგრამ მე მაინტერესებს თუ შეგიძლიათ თქვენ რომ ზოგადი მონახაზი მოუყვეთ ჩვენს მაყურებლებს ამ ფილმთან დაკავშირებით. დიახ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ალბათ რომ აფხაზეთში გადაღებული. კი, აფხაზეთში არის გადაღებული გალის რაიონში და საერთოდ ეგ არის მოყოლილი ამბავი, ანუ სინამდვილე, სამი ოქრო თვითონ და მაქედან მერე დათოს მოუყვა თავისმა
ბაბუამ თუ ბიძამ არ მახსოვს უბრალოდ და მაქედან ანუ ნამდვილ ამბავზეა აწყობილი ეს ფილმი და მე უკვე თვითონ გაზარდეს, ანუ გაავრცეს უბრალოდ. და ესეთი ვარიანტია, რომ მე როგორც მაქვს მოსაზრება ინფორმაცია მაქვს, რომ ტექნიკური პრობლემები მაშინაც ჰქონდათ, ანუ დიდი ტექნიკური რესურსები მაშინაც არ იყვნენ აღჭურვილი. მაშინ უფრო ჰქონდათ, ვიდრე ხა უფრო წინდაწირო მოიწევ, ხო გინდა და ფულსაც შეიძლება აგროვებდე, წვალობდე და მე უფრო რაღაცები იყიდო ჩვენ თვითონ, ხო? ანუ იქ აფხაზეთში არის გადაღებული და ამ კუთხით რამდენად იყო ხელშეწყობა თუნდაც? სხვათა შორის კი ეგეც მითხრა, რომ თვითონ იქაური მცხოვრებლები აფხაზები იქნებოდა თუ არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის გვეხმარებოდნენ და უხაროდათ, რომ ესეთი მონდომებულები ვიყავითო თან აფხაზეთის მიწაზე თვითონ, ანუ საქართველოზე უფრო კარგი ვარიანტი იქნებოდა რა, ანუ გვერდით დგომა იყო ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, მე როგორც ვიცი. თქვენი მოსაზრებაც რო გაუზიაროთ, აი სამოქროსთან დაკავშირებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან კარგი ფილმია, პრეზენტაციაც გაკეთდა ამ ფილმის შესახებ. ანუ პრეზენტაციას ერთი უარყოფითი მხარე ჰქონდა ის, რომ მაყურებელმა მიიღო ეს როგორც ფილმი როგორც აფხაზების და ქართველების რაღაც დაპირისპირების შესახებ, რაც შემდეგ პრეზენტაციაზე გაირკვა ყველაფერი, რომ ეს ესე არ ყოფილა, ეს იყო უბრალოდ ახალგაზრდა რეჟისორების მიერ გადაღებული ფილმი, ნამდვილ ისტორიაზე დაფუძნებით, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზი მსახიობები, ასე რომ ვთქვათ, იქაური მაცხოვრებლები. ძალიან კარგად არის გადმოცემული იქაური ბუნება, რომელსაც ანუ ბევრს სრემლიც კი მოგვარა ამის ნახვა. კი, ანუ მონატრებული მიწა როდესაც დაინახეს. ანუ და იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ მაშინაც აპარატურაც არ ჰქონდათ, მაინც და მაინც ესეთი კარგი, ძალიან კარგი გამოვიდა თვითონ ფილმი, ხარისხიანი და საინტერესოც არის. ანუ სამოყვარულო დონეზე საკმაოდ მნიშვნელოვან პროდუქტს ქმნით. კარგით, მე მინდა ისევ დავბრუნდეთ ალკოროლს. ეს ფილმი რომ მეტად განვიხილო და მეტი ინფორმაცია რომ მივაწოდოთ მაყურებელს, როგორც თავარი როლის შემსრულებლებმა. ბატონო აკაკი, თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ აი იმ სახეობების შესახებ, რომლებიც ჩვენთან დღეს ამწუხაროდ არ იმყოფებიან, აი თუნდაც იმ პატარა ბიჭის შესახებ, რომელიც საკმაოდ აი დიდი მსახიობივით ასრულებს თავისოს და სერიოზული პასუხისმგებლობით არის სერიოზული პასუხისმგებლობით მიუდგა აშკარად ეთყობა. აი თუ შეგიძლიათ რომ მათ შესახებ მოგვიყვეთ. როგორც გითხარით, ბაგრატი ქვია მაგ ბავშვს, არის ძალიან მონდომებული, თვითონ მსახიობური ნიჭიც ძალიან კარგი აქვს, ანუ რასაც ეუბნებიან, იმაზე უკეთესად ასრულებს და გაკვირვებულებიც კი ვართ ხოლმე, რომ საიდან ეს ბავშვმა, როგორიც ამდენ რაღაცა და ანუ კარგად ასრულებს ეგენის და საერთოდ მსახიობი ამ როლში კიდევ ვინც თამაშობდნენ, ერთ-ერთი არის ყველაზე გამორჩეული გიორგი ჩაკაბერია. ეს არის დავით ჩაკაბერიას ბიძაშვილი, რომელიც არის მართლა კარგი მოთამაშე ანუ ფილმში. და მაგათ გარდა იყო კიდე გიორგი ქენქაძე, ეს იყო პირველად იყო კადრში, იყო კიდე ბადრი შენგელია და ეგენიც ასე თუ ისე კარგად თამაშობდნენ. აი ბადრი უფრო კარგი იყო, იმიტომ რომ მაგასაც აქვს ნათამაშები ბევრ ფილმში და იცის ასე თუ ისე ვიდეოში როგორ უნდა მოიქცეს ანუ ფილმში. და რავი, კიდე ზოგადად პროცესი ალბათ მათთვისაც არ იყო პირველი ფილმი და ისე აი მარტო ერთისთვის იყო. აი ბავშვს რომ შევეხოთ, მისთვის იყო თუ არა პირველი ფილმი? არ იყო პირველი. არა ძალოდება წეღანაღამ გიხსენათ, მანდაც მონაწილეობდა ეგ ბავშვი და მანდაც ისე მოიქცა, რომ გააკვირვა თავის ძალიან კარგი. ყველაფრით. რა თქმა უნდა, მისასალმებელია რომ ამ კუთხით ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდები ყავს, მთავარია რომ თანადგომა იყოს და ასე ვთქვათ, მეტი დაინტერესება იყოს საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ, როგორც აღვნიშნეთ, ქალბატონო ეკატერინე, თქვენი მოსაზრება თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, თქვენ ახსენეთ ქართული ოჯახი გლობალიზაციის ფონზეც, აგრეთვე იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ გლობალიზაციის ფონზე მეტნაკლებად ეროვნული ინტერესები შეიძლება შეიკვეთოს იმ კუთხით, რა კუთხითაც ერი მას მოინდომებს. თუ ერი არ მოინდომებს და ეთნოსი იქნება თავის საფეხურზე, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება და არ მოხდება ეროვნული ღირებულებების და იდენტობის დაკარგვა და განადგურება. თქვენი მოსაზრებით თუ შეგიძლიათ მოგვახსენოთ
გლობალიზაცია და ეს პროცესი რამდენად უშლის ხელს თუ უწყობს ქართული ოჯახის სისტემის მოშლას და იმ პრობლემების წარმოშობას, რომელიც თუნდაც ჩვენ აღნიშნეთ დღეს ჩვენს გადაცემაში. ანუ ძალიან ცუდია ის, რომ ჩვენი ასაკის ადამიანები ვიღებთ მსგავს თემებზე ფილმებს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან აქტუალური თემებია და ძალიან გვაწუხებს. ფიქრობ, რომ ან არ ვიცი რა შეიძლება იყოს ამისი მოშლის ან რატომ ხდება თვითონ ესეთი სიტუაციები ოჯახებში. პირველ რიგში ის არის, ანუ არის ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც დამოკიდებული ეს, რომ ესე ვცხოვრობთ, ხო? მაგრამ თვითონ ადამიანობაზე ხო თქვათ ოჯახები იქნება სიყვარულით, ხო? მე რატომ ხდება ისე, რომ ფინანსური რაღაცა დაუკმაყოფილება იწვევს იმას, რომ ეს ოჯახები დაინგრეს, ან უფრო სავალალო შედეგები მოყვეს, მაგალითად ადამიანის მკვლელობა ან რამე ან ბავშვის ფსიქიკის შერყევა, ხო? პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ადამიანობაზეა დამოკიდებული ყველაფერი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვჭირდება ეს ფინანსური რაღაც უზრუნველყოფა, ანუ კარგი ცხოვრება და ასე შემდეგ, მთავარი არის, რომ აი, როდესაც ვიწყებთ სიყვარულით, ვამთავრებდეთ ასევე სიყვარულით ცხოვრებას და არა იარაღით და სასმელით. რეალური სიტუაცია ალბათ, ხოლო სიყვარული როცა სუბოთზე და ამიტაც ესე არ ხდება ხოლმე სამწუხაროდ. სიყვარულს ძალიან ბევრი ფაქტორი ენაცვლება ხოლმე ცხოვრებაში. თუნდაც ჩვენ რეალობაში და ჩვენ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ფაქტი შეგვიძლია მოვიყვანოთ ამის. ანალოგიური შეკითხვა თქვენთან მექნება, თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ეს გლობალურ პრობლემები ახდენს თუ არა გავლენას ქართულ ოჯახის სიძლიერეზე? მოგახსენებათ, რომ ზოგადად რა არის, სახელმწიფო რა არის, ანუ ცალკე მდგომი სტრუქტურა არ არის. დაბად დამეთანხმებით. სახელმწიფო ვარ თითოეულ ჩვენგანი, სახელმწიფო შედგება ოჯახებისაგან, ოჯახები ინდივიდებისაგან და თითოეული ჩვენგანი გამოვდივართ ინდივიდები, სახელმწიფოები. თუ შეგიძლიათ, აი თქვენი მოსაზრებაც რომ დაგვიფიქსიროთ, აი თქვენ როგორ ხედავთ რა პრობლემის წინაშე დგას დღესდღეობით ქართული ოჯახი გლობალიზაციის პროცესში? მეც ანალოგიურად ეკა რაც თქვა, მაგას ვეთანხმებიან მაგას რა. ანუ კიდევ იმას დავამატებ, რომ ანუ უმუშევრობის პრობლემა პირველ რიგში, უმუშევრობის პრობლემა არის, რა თქმა უნდა, საქართველოში, ანუ თავი და თავი ეს არის იმის, რომ ხდება მსგავსი რაღაც შემთხვევები, ხო? და ან მაგას ვფიქრობთ, რომ ანუ თქვენ ძირითადად ფიქრობთ, რომ უმუშევრობის პრობლემის დარეგულირება გადაწყვეტს ბევრ პრობლემას. კიდევ ის, რომ ანუ ყოველთვის ვამბობთ იმას, რომ თქვათ ჩვენ ყოველს გვაქვს რაღაცა პროფესია, ხო? ნუ არსებობენ ადამიანები, რომელსაც არ შეიძლება არ ქონდეთ პროფესია, მაგრამ ქონდეთ რაღაცა ხელობა ან მსგავსი რამე და ამით იმუშაონ, მაგრამ ჩვენ ყოველს ვისაც რა პროფესია გვაქვს, აჯობებს, რომ იმ პროფესიაში მოვსინჯოს თავი. მაგალითად, ანუ არსებობენ ადამიანები, ვისაც აქვთ რაღაც პროფესია, თუმცა ისინი სხვა პროფესიითაც მუშაობენ და იქაც მუშაობენ. შემდეგ იმათ აღარ რჩებათ, ვინც მართლა რაღაცას წვალობს, რაღაცას იბრძვის, რომ რამე გააკეთეს, რომ თავისი ადგილი იპოვოს ამ სფეროში, ხო, იმიტომ რომ უკვე დაკავებულია. თქვენ კარგი საკითხი წამოჭერეთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ მეორე საკითხი გამახსენდა, ეხლა თქვენი საუბრიდან გამომდინარე. არსებობს ესეთი პრეცედენტები ძალიან ბევრი საქართველოში, რომ ერთ პიროვნებას დაკავებული აქვს 3-4 თანამდებობა. ესე ძალიან კატასტროფა არის, ჩემი მოსაზრებით. თუ ადამიანი ერთ სფეროში მონაწილეობს და მოღვაწეობს ერთ სფეროში, არ შეიძლება უბრალოდ რომ ერთმა პიროვნებამ 3 და 4 საჯარო სტრუქტურაში დაიკავოს 3 და 4 თანამდებობა იმის გამო რომ ვიღაცის ნათესავია, იმის გამო რომ ნეპოტიზმი ყვავის, ახლა ყვავის ცოტა გადაჭრებული ნათქვამი, მაგრამ ნეპოტიზმი არის მეტნაკლებად და ჩემი მოსაზრებითაც გარკვეული კუთხით დაგეთანხმებით, რომ ამ პრობლემის დარეგულება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მართალია ჩვენი თავი მხოლოდ იმ სფეროში არ უნდა ვცადოთ, სადაც უშუალოდ რა პროფესიასაც ვეუფლებით, მაგრამ არ შეიძლება ყველა სფეროს მოვერგოთ და ყველა სფეროში ჩვენ გავხდეთ კონკურენტი ნებისმიერი ადამიანი. რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის მე ვიტყოდი, რომ პიკი არის, იმიტომ რომ ახალგაზრდებში ძალიან დიდი რაოდენობა არის პროცენტული მაჩვენებით, რომლებიც ეძებენ სამსახურს და რეალურად ვერ პოულობენ, რომ ელემენტარულად თავიანთი ჯიბის ფული ბჭყალებში, რომ ვთქვათ, რომ მათ კონდეთ
ყოველდღიურ საკვეპროდუქტებზე ტანსაცმელზე რო არაფერი თქვა, უკვე თავის უზრუნველყოფაზე ლაპარაკი ზედმეტია. ბატონო აკაკი, თუ შეიძლება თქვენს ჩაგურთვეთ ამ კუთხით თქვენი მოსაზრებები გვაინტერესებს. აი, ახალგაზრდა პრობლემებთან დაკავშირებით, როგორც ალკოჰოლის როლში არის ნაჩვენები, აი, კიდე რა პრობლემები შეიძლება წამოჭრათ? და რა ამ პრობლემის დარეგულირება ახალგაზრდული კუთხით. და ამ პრობლემის მარტო ისე არ გვინდა რომ ვისაუბროთ რომ მხოლოდ პრობლემები. ანუ ამ პრობლემის დარეგულირება თქვენ როგორ გესახებათ? ჩემი აზრით თვითონ ადამიანზეც უნდა იყოს დამოკიდებული ეს, რომ თქვა სასმელზე, ხო? თუ არ გინდა არ დალევ, ხო? ეგრე არის, ანუ გააჩნია წრესაც სად მოხდები და როგორ შეეგუები წრეს თვითონ. ანუ სმა ისეთი რაღაცაა რომ ერთი-ორჯერ რო დალევ, კარგი არაფერი, მაგრამ უკვე ორგანიზმიც ეჩვევა მაგ დროს და ხდები ალკოჰოლზე დამოკიდებული. კიდევ არის პრობლემები, ნარკოტიკები, იქით სიგარეტი არის, რაც ავნებს საერთოდ ორგანიზმს. აი რა ძალიან პოპულარული იყო ამ ბოლო დროს მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, თუნდაც აი თქვენი მოსაზრება რა არის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით? არ იქნება ალბათ სწორი ეგეთი ვარიანტი, რომ დაუშვან ლეგალიზაცია მარიხუანას. ну თქვენ არ ახართ მომხრე ამ ყოველ თქვენ რა სიტყვით ხალბატონო ეკატერინა? ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც მომხრე არის, მსგავსი რომ იყოს დაშვებული, თქვათ ლეგალიზაცია. თუმცა ვფიქრობ, რომ ანუ ჩვენს ქვეყანაში სხვა უფრო მეტი პრობლემები არსებობს, ვიდრე ის, რომ მარიხუანა ლეგალიზებული უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს, ჯობია სხვა რაღაცების მიუხედავად, ანუ იმდენად დავდგეთ ფეხზე, რომ შემდეგ თქვათ გადავწყვიტოთ ეს უნდა იყოს ლეგალიზებული თუ არ უნდა იყოს და რამდენად კარგად ვიქნებით თქვათ იქნება ლეგალიზებული. ხალხზე არ უნდა იყოს ეს დამოკიდებული, იმიტომ რომ მარტო ხალხი ამას არ წყვეტავს. ეხა რამოდენიმე ათასი ადამიანი რო გამოვა და იტყვის რომ ესე უნდა იყოს, მე მგონი ესე არ ხდება. სულ ხალხის ნებით ხوار იქნება ყველაფერი, ანუ ეს ჩვენ გვინდა ეგრე ვერ იქნება, იმიტომ რომ არ არის. ან თვითონ შედეგებზე უნდა ვიფიქროთ, რა მოყვება რა თქმა უნდა. კი, კარგი საკითხი წამოჭერეთ, რა თქმა უნდა. აი, ბევრი მაგალითი მოუყვანიათ ხომ, რომ იცით რა ამ ქვეყანაში არის მარიხუანა ლეგალიზებული, მაგრამ ევროპის იმ ქვეყნების ფსიქოლოგია სხვა არის და ჩვენი ხალხის ფსიქოლოგია სხვა არის. იქ ადამიანი უკვე მოტივირებული, ყოველდღიურად დაკავებული არის. დილი დგება და ეგრევე სამსახურია. ანუ ეს მისთვის არის რაღაცა გასართობი. ჩვენთან ახლა ძალიან ბევრი ადამიანი უსაქმურად ზის სახში ну შეიძლება უხეშად ჟღერს, მაგრამ რა თქმა უნდა რეალობა არის. და ხა ამ ხალხს კიდე მარიხუანას ლეგალიზაცია შევთავაზოთ, ჩემი აზრითაც დაგეთანხმებით ორივე მათგანს, რომ დამღუპალი შედეგი შეიძლება მივიღოთ ახალგაზრდებში. ქალბატონო ეკატერინა, მოდით შევეხოთ ახლა შემდეგ საკითხს. ალკოჰოლში, როგორც აღნიშნეთ, თამაშობს პატარა ბაგრატი. ხომ როგორც სახელი კარგად მახსოვს, თუ შეიძლება ახლა შევეხოთ სკოლის და ბაღის პრობლემებს. აი თქვენი მოსაზრებით სკოლაში, ბაღში რამდენად არის? აი თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ჩვენ საუბრობთ წეხან უნივერსიტეტში არსებულ განათლების ხარისხზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ამის ხარისხი, განათლების ხარისხი უმაღლეს სასწავლებელში ამ ყველაფერს ხო არ განსაზღვრავს იგივე ბაღში და სკოლაში მიღებული ცოდნა? დიახ, რა თქმა უნდა, ანუ ბაღიდან მოვდივართ ჯერ, ანუ სოციალიზაცია ხდება, ხო? პირველი არის ოჯახი, შემდეგ არის მეგობრები, ბაღი და შემდეგ სკოლა. ანუ სკოლა არის ყველაზე მთავარი როლის შემსრულებელი ჩემი აზრით ადამიანის ცხოვრებაში. ანუ იქ წყვეტ შენ რა გინდა მომავალში, ვინ გინდა იყო, თქვათ, ანუ გინდა თუ არა ჩაბარება, რამდენად ხარ მონდომებული. თვითონ რას გაძლევს სკოლა? ანუ არსებობს არის სკოლები, რომელიც თქვათ საერთოდ არ არის სწავლება და ის ბავშვები სულ არ ფიქრობენ იმაზე, რომ თქვათ ჩააბარონ ან უნივერსიტეტი ან რაღაცა მსგავსი. ანუ სწავლება რას გულისხმობთ? ალბათ მასწავლებელი არ არიან მოტივირებული. დიახ, ანუ მე ვიცი, გამიგია რომ ბევრ განხდება ესეთი მსგავსი რაღაცები. გინდა ისწავლო, გინდა არა. ხო, რა, რაღაცა ესეთი დამოკიდებულებაა ძალიან. თუმცა ანუ პირველ რიგში მართლა ადამიანზეა თვითონ დამოკიდებული რა. ან მე ამ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ წეხან საუბრობდით, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში სწავლება სტუდენტზეა დამოკიდებული, მაგრამ ბაღში და სკოლაში უკვე უნდა იყოს სისტემა ისეთი შექმნილი, რომ მოთხოვნა იყოს სკოლის მოსწავლე ვერ განსაზღვრავს იმას, ყოველ შემთხვევაში დაწყებით კლასებში მაინც ყველას თამაშისკენ და გართობისკენ არის მიზე კიდე არ მარტო ბავშვი ფსიქოლოგია, დიდი ადამიანები, როგორც დასავლით ჩამოყალიბებული ადამიანებიც კი იმას ცდილობენ, რომ დრო უქმათ როგორ გაიყვანონ და ანუ ოჯახის თქვენც თუ შეგიძლიათ დაასახელოთ და თქვენი მოსაზრება დავიფიქსიროთ. მე მგონია რომ ბაღი უკვე ბაღი არის, გართობა რაღაც იქით ჭამა დაძინება, სკოლა არის მთავარი, იმიტომ რომ ოჯახი როგორც გადაწყვეტს, ბავშვმა აუცილებლად უნდა ისწავლოს სკოლაში, დაამთავროს კლასები, ანუ მთლიანი სკოლა და ჩემი აზრით ოჯახი იქნება მთავარი, მანდ რომ
ბავშვს მიცეს წესიერი განათლება, იმიტომ რომ თუ ოჯახმა არ მიაქცია საერთოდ ყურადღება ბავშვი, რასაც უნდა იმას გააკეთებს, თუ უნდა სიგარეტს მოწევს, თუ უნდა დალევს, ანუ ოჯახმა უნდა გადაწყდეს. ანუ მხოლოდ სკოლა ამის კონტროლს ვერ შეძლებს. ოჯახი, სკოლის და ანუ ამ ინსტიტუტების ერთობლიობით, მხოლოდ მათი ერთობლიობით შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ და მათი კარგი მუშაობით შეგვიძლია მივიღოთ, რა თქმა უნდა, სრულფასოვანი პიროვნება თორე. ნუ დანარჩენი, ანუ იმ კუთხით, რაც ჩვენ აღვნიშნეთ ახლა თუნდაც ძალადობა ეს უმუშევრობა შემდგომ უკვე სახეზე არის ის ფაქტები რაც თუნდაც დღეს ჩვენ გადაცემაში ფილმში იყო გაჟღერებული. რა თქმა უნდა ეს ძალიან ცუდი საკითხებია, ძალიან მძიმე საკითხებია განსახილველად თუნდაც ბავშვის დონეზე ჩვენ ხშირად გვაქვს შემთხვევები, რომ არა მხოლოდ ქალები, ანუ ამ შემთხვევაში ქალი იყო ძალადობის ხვერპლი. ფილმში ალკოროლში, მაგრამ არა მხოლოდ ქალები, არამედ ბავშვებიც არიან ხოლმე, ბავშვებიც არიან ძალადობის ხვერპლი. თუ შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით რომ გვისაუბროთ, აი თქვენი მსახიობის გადმოსახედიდან, როგორ ხედავთ აი ბავშვზე რამდენად ახდეს ფსიქოლოგიურ გავლენას, თუნდაც ის რომ აი თქვენ და ბატონი აკაკი ჩხუბობდით ასე რომ ვთქვათ ალკოროლში. კი, ანუ ძალიან დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიაზე. ანუ თქვათ შეიძლება ის ბავშვია და მეორე დღეს დაავიწყდეს ის რაც მოხდა ოჯახში წინა დღით, ხო, მაგრამ ეს ილექება, ხო, რაღაც ფსიქოლოგიურად და შემდეგ იჩენს თავს, როდესაც ის იზრდება. რაღაცა ასე მგონია რომ აწუხებს მას რაღაცა შინაგანად და ეს არის ის წარსული, რაც იყო, ის ცუდი რაღაცები, რასაც უყურებს. ან როგორ უნდა გაიზარდოს ბავშვი, ხო, ოჯახში, სადაც ყოველდღე არის რაღაცა ჩხუბი, ყვირილი, მთვრალი ქმარი მოდის ან რაღაცა ან ბავშვს სჭირდება ისეთი გარემო თბილი კარგი რომ ანუ ჩამოყალიბდეს ნორმალურ ადამიანად ესე ჩემი აზრით ვერ იქნება იმიტომ რომ ანუ მიმბაძველობაა ხო თქვათ შვილს უნდა იყოს ისეთი როგორც არის მამა ბიჭს მაგალითად გოგოს უნდა ისეთი იყოს როგორც არის დედა ანუ როდესაც ჩემ შვილს მოუნდება რომ იყოს მამამისისნაირი ლოთი თქვათ როგორი როლიც აკაკის აქვს ეს იქნება საშინება ეს არის გაგრძელება ხო გვარის და თქვენ ამბობდით რომ როდესაც ვიდეოში სანთლით შედისო ბავშვი ერთი პერიოდი ვიფიქრე რომ ეს იყო თვითონ აკაკი კი საუბარში აღნიშნე ანუ ამის მოფიქრებად შეიძლება ვთქვათ აკაკი იზრდებოდა ესე რომ ის მისი მშობლები იყვნენ მსგავს სიტუაციაში ვთქვათ და შემდეგ გახდა ის ისეთი ანუ მოდით ახლა მაყურებელს გავშიფროთ მე გავშიფრებ თქვენ ნათქვამს ანუ ამ შემთხვევაში მე პირველი საბჭება ფილმიდან როცა უყურე გაუზიარე ქალბატონ ეკატერინეს და ბატონ აკაკის და ესეთი საბჭება დამჩა რომ ეს ბავშვი რომელიც ტაძარში შედის და სანთლებს თითქოს იყავით თქვენ თავიდან ანუ თავიდან სუფთა სულის ადამიანით იწყება ეს ყველაფერი და შემდგომ უკვე როდესაც ტაძრიდან გამოდის და ეს სანთელი ჩაქრება ეს ეპიზოდიც კარგად არის დაფიქსირებული შემდგომ ხდება უკვე ის რომ თქვენც ალკოჰოლზე დამოკიდებული ხდებით და თვითკვლელობამდე მიყავხართ ნუ ახლა თქვენ არა ანუ თქვენ მიაშესრულებული გმირი კი ბატონო რომელიც ამ როლს ასრულებს მე შემდეგი შეკითხვა მექნება თქვენთან ბატონო აკაკი მოგეხსენებათ რომ მსახიობი როდესაც ამა თუ იმ როლს ასრულებს ის თუ არ შეიჭრა ამ როლში და იმად ანუ თავარი გმირის ადგილზე თუ არ წარმოიდგინა თავისი თავის რთული ამ როლის შესრულება თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ რომ აი როგორ გარდაიქმნეთ ესეთი წყნარი ჩამოყალიბებული ადამიანი ბრძანდებით მართლა ორ სიტყვას არ ამბობს ისეთ როლს ვთქვათ და აი ესეთი მშვიდი ადამიანი გაწონასწორებული როგორ გარდაიქეცით ესეთ ვამპირად რომ ესეთ ქალბატონს დაეტაკეს და აღჩობდით პირდაპირ გეტყვით სხვა გზა არ მქონდა რა ეგრე უნდა გამეკეთებინა როგორც მითხრეს ანუ ამიხსნეს სიტუაცია როგორ უნდა ყოფილიყო ჩემთვის კარგი ან უკეთესი მაგ სიტუაციაში და თვითონ ვიდეო რგოლშიც რა თქმა უნდა და როგორც ამიხსნეს ისე გავაკეთე და მოვიქეცი და რავი რაც გამოვიდა მგონი კარგი ანუ თქვენ ამბობთ რომ ანუ აუშვით ის სადავეები, რასაც ადამიანურ თვალთახედვით სხვა სიტუაციებში დაუშვით არ გააკეთებთ. ნუ ძალიან საინტერესოა ეს ადამიანის კაცის ბუნებაში არის მსგავსი რაღაც და მარტივად გამოსა. კარგით ესეთი კაცრი ტონითაც არ გინდა მომაკაცების გაკრიტიკება. იგი არ გაიმეორებს გადაცემის დასრულების შემდეგ. აი, ქალბატონ ეკატერინა გვეუბნებოდა რომ აი სიცოცხლეც კი ქონდათ ხომ ისე ბუნებრივად ასრულებდით როლს. ესე მართლა ძალიან შეჭრიხათ როლში მე თუ მკითხავთ. ეგრე იყო საჭირო და. ნუ რას ერჩოდით ახლა ეს ყო არ იყო მარტო ქალბატონ ეკატერინას პრობლემა. მოდით ახლა მე თქვენ დაგელაპარაკებით როგორც ფილმის ალკოროლის როგორც თავარ გმირს და როგორც ბატონ აკაკის. კი ბატონო. აი მე ძალიან მაინტერესებს რას ერჩოდით ესეთ მეუღლეს.
ანუ შეიძლება ძალიან დავთვერი პირველ რიგში, იმიტომ რომ უკვე მთვრალი ვიყავი, ვერ ვაზროვნებდი, რას ვაკეთებდი. კიდე შეიძლება იყოს მან უმუშევრობა იყო, რაღაც თვითონ ცოლმაც გამაბრაზე რაღაცაზე, რაც არ მოეწონა და მე უფრო ეს არ მესიამონა. ან რაღაც შეიძლება ისეთი რაღაც გააკეთა, რომ არ მესიამონა უბრალოდ და მორჩა და მაგით თვალკაც უკვე აღეზიანებ და არ იცის უკვე რას ჩადის თვალი ადამიანი. მაგრამ თქვენ ქალბატონ ეკატერინეს ან თქვენ მეუღლეს იმ ფილმში, როდესაც ძალადობა განახორციელეთ, მოდით ცოტა შევეშოთ ცოტა მასხრობაში გადავედით და სერიოზულად რო ვისაუბროთ, როდესაც თქვენ გადადით ძალადობაზე და მანდილოსანს ხელი ჩაეხეთ, შემდგომ უკვე ალკოჰოლის თავარი გმირი შედის თვითმკვლელობამდე. ამიტომ მე მოუწოდებ თითოეულ მამაკაცს და რა თქმა უნდა პირველ რიგში ქართულ მამაკაცებს, რომ გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებს და არ შეიძლებათ მეუღლის და საყვარელი ადამიანის ესე გამეკება და პირდაპირ ყელში ცუდით, ესეთი მომენტი რა თქმა უნდა ძალიან ცუდია და ვიმედოებ რომ თქვენც მოუწოდებ თან თქვენი გადასახედით და აქ გისმენთ აბა თუ შეგიძლიათ თქვენ მამაკაცების მიმართ როგორი ეს თქვა რჩევა გექნებათ რომ როგორ უნდა მოუფრთხილდეთ ისინი საყვარელ ადამიანებს პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ კაცებო მამაკაცებო ვისაც ვქვიათ მართლა კაცები დალიეთ ზომიერად რამესაც იმყოფინებთ არ არის არა გადამეტება საჭირო და ამით თქვენ საყვარელ ადამიანს უფრო გაახარებთ უფრო ჩაეხუტებით და ცხოვრებად მშვენიერი გექნებათ. დიდი მადლობა. ქალბატონო ეკატერინე, თქვენ როგორ მიმართავდით მამაკაცებს ძალადობის ხვეპი ხართ ფილმის მიხედვით და? ხო, მე ვიტყოდი რომ სიყვარულმა უნდა აჯობოს მე მგონი ალკოჰოლს და ამ ძალადობას. ნუ ვეტყოდი მამაკაცებს რომ ამ მსგავს რაღაცა არ არის მისაღები და თუ არ საერთოდ გავაქრობთ ესეთ რაღაცას, იქნება ძალიან კარგი ჩემი აზრით. ან ძალადობის კუთხე ალკოჰოლს გულისხმობს რა ძალადობა არა ალკოჰოლი არის თვითონ ძალადობის მაგას ასამთ რა ზომიერი ალკოჰოლიც კარგია მაგრამ ეხა ნუ ისეთი არ არის შემდგომ ისე მოიქცეთ როგორც თქვენ ქალბატონ ეკატერინეს მოიქცეთ თქვენ თავს კარგავთ ხო მოიკალ თავი რა თქმა უნდა აი კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ მიუხედავად იმისა რომ თქვენ იყავით ძალიან გაბრაზებული თავარი გმირის როლი გაქვთ ძალიან გაბრაზებული და ყელში წვდით მანდილოსას მიუხედავად იმისა რომ თქვენ შეიძლება არ დაგიჯერათ რაღაცეები და თქვენ საწინააღმდეგო აზრით დააფიქსირა და მესმის რომ მარტო მამაკაცის ბრალი არ არის რა თქმა უნდა ოჯახში კონფლიქტი რომ არის მაგრამ მამაკაცი ამ შემთხვევაში ქალის მიმართ ძალადობა მიიყვანა თვითმკვლელობამდე ეს ფაქტია. კარგი, ჩვენი გადაცემა უკვე დასასრულს უახლოვდება და მე მინდა ბოლოს შეკითხვა დაგისვათ ორივე მათგანს. ქალბატონო ეკატერინე, თქვენი ძირითადი მიზანი და მომოძრაებელი ძალა რა არის და სად ისურვებდით თავს? აი რაიმე საოცნებო ფილმი, სპექტაკლი არსებობს, რომელშიც თქვენ გსურთ მონაწილეობის მიღება? პირველ რიგში ვისურვებდი უფრო ფართო მასშტაბებს, მსგავსი ფილმების, ანუ შემოთავაზებებს ჩემთვის, რა ვიცი, როგორ იქნება, არ ვიცი. და ანუ არ ვიცი, სადამდეც მიმიყვანს თვითონ ეს გზა, რა გზასაც ვარ დამდგარი, რომ კარგად გავიარო ეს გზა, დიახ. ძალიან კარგი წარმატებებს გისურვებთ. თუ შეგიძლიათ ბატონო აკაკი, თქვენც გითხრათ თქვენ მაქსიმუმს ატყედავთ. მსახიობის ამბულაში მაინტერესებს. ბატონო, პირველ რიგში ვიტყვი რომ ეს ჩემი ჰობი არის უბრალოდ, არ ვიცი, ხვალა იქნება, ზეგრა იქნება, მაგრამ მოხარული ვიქნები თუ ვინმე დამიძახა, ანუ უფრო მართლა მასშტაბურ სიტუაციაში, გადაღებაში, თუნდაც ფილმი იქნება, თუნდაც თეატრი იქნება, დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ ეს კიდევ ვიმეორებ, ეს არის ჩემი ჰობი და მე საერთოდ პროფესია არის ჩემი საბანკო და ბიზნესი და ვარ გადართული მაგაზე. ანუ მაგ კუთხით ფიქრობთ რომ მომავალში დაგავდეთ. დღეს ესე ვფიქრობ. დიდი მადლობა. ჩვენ სასაუბრო თემა დღეს ეს იყო, არა ძალადობას, არა უმუშევრობას და ყველაფერს არა, რაც დამანგრეველია როგორც ოჯახისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. ჩვენ ყოველკვირეულად ვეცდებით, რომ კვლავ მოგაწოდოთ ისეთი თემები, რომელიც საინტერესო იქნება არა მარტო ახალგაზრდებისთვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც არის ჩვენი მაყურებელი. ჩვენი საუბარი და ჩვენი სასაუბრო თემა დღეს ამით ამოიწურა. ჩვენ მომავალ ორშაბათს კვლავ პირდაპირ ეთერში დაგიბრუნდებით, კარგად ბრძანდებოდეთ.